იცოდით, რომ სისხლში ცუდი ქოლესტერინის მატება და კარგი ქოლესტერინის კლება, ქერტლი, კანის სიმშრალე, კანის სხვადასხვა დაავადებები, დემენცია, დეპრესია, კონცენტრაციის დაკარგვის უნარი, ბავშვებში როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარება, მხედველობის დაქვეითება, სისხლის შედედება, ეს ყველაფერი შესაძლებელია გამოწვეული იყოს ომეგა-3-ის ნაკლებობის. ჩვენი ტვინის 60% არის ცხიმი და ომეგა-3-ის მიღება აუცილებელია. მე ამის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი, სულ ეხლახანს გავიგე, რაოდენ საჭირო ყოფილა ჩვენთვის ომეგა-3-ის მიღება, რომელსაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს და მისი მიღება გარედან არის აუცილებელი. ღირსებას გისურვებთ, ჯანმრთელობას თითოეულ თქვენთაგანს და დამიწერეთ კომენტარებში თქვენ თუ იცოდით ამის შესახებ რამე.